მოგესალმებით მეგობრებო, ყველას მე ვარ აზურებალი, ხოლო დღეს ჩვენ ამ ვიდეოში ვითამაშებთ ძალიან საინტერესო თამაშს. დარწმუნებული ვარ, ბევრს გესოინებათ თამაშის სახელად Clash Royale. დაახლოებით 2020-მდე ტრენდში იყო, მერე ჩაკვდა და წელს ახლა ისევ ტრენდში არის. დამზადდა Roblox-ში ახალი თამაში და ბრეინოტებთან იქნება დაკავშირებული, ანუ კონცეფტი იქნება Clash Royale-თან და თან ბრეინოტებთან. სანამ ვიდეო დაიწყება მეგობრებო, თხოვნა იქნება რომ დაალაიქოთ, გამოიწვევოთ ჩემი არხი, რაც ყველაზე მთავარი, ასევე გააქტიუროთ ზაის ღილაკი. ასევე იქნება თხოვნა რომ შემოხვიდეთ ჩემ Discord სერვერზე, რომლის ლინკიც იქნება აღწერაში. ასევე მეგობრებო, სანამ თამაშს დავიწყებდე, მინდა გითხრათ რომ მე მაქვს Roblox-ში საკუთარი ბრეინოტის თამაში, ქართული ვერსია არის. ნუ ერთხელ იყო უკვე ნუბი შემოსული ჩემ თამაშში, მაგრამ ამ შაბათს მეორედ შემოდის. შაბათს 8 საათზე ჩატარდება უახლესი ევენთი. ეს ევენთი იქნება დაკავშირებული წვრილексასთან. ასევე მინდა გაგაფრთხილოთ, რომ შევაგროვოთ ძალიან ბევრი ფული და მოემზადოთ ამ ადმინაბიუსის, ვისადგანაც გამოვა ახალი ბრეინოტი ლოს წვრილексა და ეღირება ძალიან ძვირი მეგობრებო, ამიტომაც ჯობია რომ ფულით მოემზადოთ რა. ასევე ვისაც თამაში აინტერესებს, ჩემი თამაშის ლინკი იქნება აღწერაში და შეგიძლიათ გადახვიდეთ. მოდი ახლა დავიწყოთ ვიდეოთი. არა მეგობრებო, სიმართლე გითხრათ, ჯერ ვაფშე არ მითამაშია ეს თამაში და ვნახოთ რა არის და ჩემთან ერთად არის ერთ-ერთი ჩემი გამომწერი ანდრია. მის სტატებს რო გადავხედე, ის ახალი იყო და იმედია დამეხმარება და რაღაცა ვიყიდე, კენონი დავდგათ და ეს სტარტი რა არის? დაიცა. ბრეინოტები მიტევს დაიცა. მოდით აქ. მოიცა მიტევს და ვის უტევენ დაიცა? 50 HP-ო. აი ამას უტევენ დარბაზას? არა. იქით არის King Tower და მაგას უტევენ დაიცა დავიცვა. აი ეს უკვე ნახდათ Clash Royale-ის კონცეფტია, მაგრამ Clash of Clans უფრო მაგონებს მაინც. დაარტყმა გვაქვს და დავიცვათ აბა და ფულს გვაძლევს ეს. აი ახლა მივხვდი თუ რა უნდა გავაკეთოთ რა აქ. დაიცა დამინგრიეს, მოდით აქ, რას მინგრევთ? ეს რა არის? ჩესტი. დაიცა გავხსნა. ეს უკვე ნახდათ Clash Royale-ია, რადგანაც Clash Royale-ში იყო ჩვენი ეგრეთ წოდებული ჩესტები და ბიტა გვაქვს რაღაცა. მე მგონი უფრო მეტ დიმეჯს უნდა აკეთებდეს წესით. ასევე მეგობრებო, თხოვნაა რომ ვინც ამ ვიდეოს უყურებს და გამოწერილი არ აქვს არხი, გამოიწერეთ რა თხოვნა, რადგანაც ძალიან მალე ავდივართ 1000 გამომწერზე. ეხლა ყველა ვისაც არხი არ აქვს გამოწერილი და ამ ვიდეოს უყურებს და გამოიწეროს, უკვე წესით 1000 გამომწერზე კი არა, მეძე ვიქნებოდი. მოდი ახლა ცოტა დაცვა დავამატოთ, ასევე მივხვდი ამ თამაშში რა უნდა აკეთო, რაღაცა ბაზები უნდა აშენო და დაიცვა ბრეინოტებისგან. მაგრამ ჯერ კიდევ მაქვს რაღაცეები დასათვალიერებელი და დავათვალიერებ მაგასაც ცოტა ხანში, რაღაც მეორე შოპი არის და გადავხედავ რა მე მაგას. და აქ გაძლიერება თუ შეიძლება უკვე ვსიო, მოჩენილია ეს ამბავი. იმენა დახრული იქნება მთელი თამაში და მოდი აბა დავიწყოთ, აბა level 2 რასიზამს და თან 2 ცალი დავდგი. დაგიბრუნდით მეგობრებო, კადრი იმის გამო მოვჭერი რომ ძალიან მიჭედავდა და ეხლა შედარებით დაიფიქსა და რა აღმოვაჩინე. თქვენ აქ შეგიძლიათ იყიდოთ ჩესტები და დრო როცა გავა, შეგიძლიათ unboxing-იც გააკეთოთ. როგორც Clash Royale-ში არის, ისე დრო უნდა და თუ დროს დასკიბო გინდა Robux-ები უნდა მაგას, მაგრამ მაქვს ასეთი იდეა. თუ ეს ვიდეო გავარდება, შემდეგ ვიდეოში მექნება ჩესტების unboxing-ი. მაგრამ მეგობრებო, ჩესტების unboxing-ში ვარდება მარტო იარაღები და დავტესტავთ იარაღებს, რადგანაც მარტო ეხლა ტუნტუნსახურის ბიტა მაქვს. ნახეთ ბიჭო, რა მაგრა იცავს ეს ჩემი ბაზა ამ ბრეინოტებისგან. ბაზას რა. მაგრამ ის დავამუღამე რომ რაც უფრო მაგრა იცავს, მით უფრო ძლიერი ბრეინოტები მოდის. ეხლა მე-10 ეტაპი რომ მოდის, მოვა ასევე ბოსიც. ბოს ფაითი იქნება. და მე მგონი ყველა 100 ლეველზე ეგრე ხდება, ნუ 10 ტალღაზე რა. მოკლედ, როდესაც ბოსი მოვა, დაგიბრუნდებით. ოპა მოვიდა, ჯერჯერობით ეს არის ჩვენთვის ყველაზე ძლიერი ბოსი, რადგანაც ყველაფერს გვინადგურებს ერთ დარტყმაში, მაგრამ მომავალისთვის შეიძლება სუსტი აღმოჩნდეს. მაგრამ მაგარი ისა ის რომ ჩვენი გამომწერი გვეხმარება ამის განადგურებაში და ყველა ზარბაზანი გაანადგურეს. ეხლა მარტო უნდა ვუტყათ. სხვანაირად ბაზას ვერ დავიცავთ რა მეგობრებო, ანუ ფიზიკურად შეუძლებელია. HP-ზე არის. ოპა მეგობრებო, ეხლა მეტი გამომწერი შემოვიდა ჩემ თამაში და მეხმარებიან, ყველა ჯიგრები ხართ, მოდით აქ.
აბა ვნახოთ boss fight-ში რა სიტუაცია დახვდება რა, ეხლა სადაც დაიწყება. მოდი აქ, დაგერხავ შენ. შენ ასე შენს ვეღარ წახვალ. მოდი აქ. არა დაიცა ერთ სუტევს. მეორეს ვეღარ დაანგრევ. მეორეს აუ, დაანგრა. კაი, ბოლოს ვერ დაანგრევ. აი ეგრე ხო თქვი. ისე ვფიქრდი წეღან როკის მუსიკა რო იყო ჩართული, უფრო უხდებოდა რა ამ თამაშს. ასე ვფიქრობ რომ ეს უნდა გავთიშო და ის ჩავთო რა ისევ. იმიტომ რომ ის ჯობია უფრო. ნუ ეს ჯობია რა უფრო უხდება თამაშს. მაგრამ ეხლა ვართ მე-13 ეტაპზე და ძალიან მაინტერესებს მე-20-ზე მივაღწევთ თუ არა. ჩვენი ვალდებულება ეხლა არის რომ დავიცვათ ეს ბაზა უთყათ ყველას ვაფშე ვინც არ უნდა მოვიდეს. მოკლედ ეხლა ამოვჭრი ამ კადრს და დაგიბრუნდებით ოდესაც ან გადავალთ მე-20 ეტაპზე, ან კიდევ არა. ვერ გადავედით. ვერ გადავედით მე-20 ეტაპზე. ვერ შევწელით ეს. ვერა. ჩვენ არ გამოგვივიდა ეს და ვერ ვიხილეთ მე-20 ლეველის ბოსი. მაგრამ ჩვენ არ გვიდგამს ის რომ ჩვენ ნებდებით და ვიღაზოს ვიხილავთ მე-20 ლეველის ბოსს. აი ამათ რა გონიათ? გონიათ ამათ რომ ამას შევარჩენ? აი ამას შევარჩენ? დამცირებას. არა. ამას ჩვენ დამცირებით უპასუხებთ. ეხლა ბაზას გავანახლებ და ნახონ ეხლა რა მოხდება. ნახონ. მაინც ვერ შევძელით. მე-18 ლეველზე დაინგრა ჩემი ბაზა. ბანკში ვალი მაქვს. შაურმა ციცაკის უგარეშო და ციცაკის გარეშიანა არ მომდის. ტუალეტი და ტუალეტია. ტუალეტში ცეუგოი ტუალეტი მაქვს. და საცუსქი. მაგრამ ამ გულის შემხებ ისტორიაზე მე ის ვახსენე რომ ნებდებოდი? დაიცა ორი წამი დაიცა. რებითი იყო? ამ თამაში რებითები არის ძმა? გავაძლიერე რაღაცა თავმხალი. თლად რებითი არის, მაგრამ გაძლიერება არის რაღაცა და მე მგონი რაღაცები გამიხსნა. მაგრამ მაინც მეგობრებო, მე ჩემ სიტყვაში დანებება არ მიხსენებია, რაც კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვიხილავთ მე-20 ლეველის ბოსს. როგორც ხედავთ მეგობრებო, თქვენი თვალით უკვე დაიწყო მე-19 ტალღა და სადაცაა უკვე მე-20-ს დაიწყება. ერთი გვაკლია და ესენი უნდა წავიდნენ მოკლავთ ეხლა ამათ და ბოსს ვეროდები, მაგრამ მოდით აქ. მოდით და მომიყვანეთ თქვენი ბოსი, მოდით აქ. ოპა, მე-20 დაიწყო. მაგრამ აკმამატი. ნახე X7, ოპა. არა. აუ. ბაზა დამენგრა. მოდი დავავდეითოთ ეს ჯერ. ახლა რაღაცები უნდა გამეხსნას წესით. კი გამეხსნა. ჩემი ბაზა დამინგრიეს 21 ტალღაზე. ორი წამი. წეღან მე-20 ტალღის ბოსი ხომ მოკალი, ეგრე არისო? და რა მატირებს? ნახეთ რა გამეხსნა. გოლდმაინიო და როგორც აღწერაში წავიკითხე, ოფლაინზე აკეთებს ფულს. ანუ გასული რო იყო, მაინც გამიკეთებს ფულს რა. ეს უკვე ძალიან სერიოზული რაღაცა გამეხსნა. მოდი ავადავტესოთ და ვნახოთ რა ხდება. 16 ის მომცა $. მაგრამ მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, რაც ყველაზე მთავარი, გააქტივეთ ასევე ზღილაკი, ასევე თხოვნა იქნება რომ შემოხვიდეთ ჩემ Discord სერვერზე, რომლის ლინკიც იქნება აღწერაში, ასევე ჩემი Roblox თამაშის ლინკიც იქნება აღწერაში. თხოვნა იქნება რომ გადახვიდეთ და შაბათს გელოდებით სულ ყველას 8 საათზე, რადგანაც ნუბი მეორედ შემოდის ჩემ თამაშში. ნუ თქვენთან იყო რაზორებალი და შეგხვდებით სულ ყველას შემდეგ ვიდეოში. აბა ბაი.